დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა დაავადებაზე, ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ფაქტორზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის ხაზგასასმელად, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ წლების მანძილზე, ამაზე ვსაუბრობთ ყოველდღიურად და დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რა არის ჩვენი გადაცემის კონცეფცია, მე რასაკვირველია გაგახსენებთ შუქნიშანს. შუქნიშანს არა უბრალოდ სამ ფერს, არამედ მრავალ ფერს თავისი შინაარსით და მრავალფეროვანს თავისი დანიშნულებით. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ მარტო კვება არ ეტევა ხოლმე ჩვენს შუქნიშანში, რომ ნებისმიერ თემაზე საუბრისას ჩვენ ვითვალისწინებთ სიფრთხილეს, ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, სადაც ბევრად უფრო თამამები ვართ, იქ სადაც მეტი შეზღუდვები გვაქვს და ასე შემდეგ. განსაკუთრებით გვაინტერესებს ხოლმე, როგორ აღიქვამს კვებით შუქნიშანს საზოგადოება და რა იცის საზოგადოებამ იმ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, რაც კვებითმა შუქნიშანმა გაწია. განსაკუთრებით საყურადღებოა, როგორ აღიქვამს კვებით შუქნიშანს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ განსხვავებულია კვებითი შუქნიშნის აღქმა და მის მიმართ დამოკიდებულება პროფესიის მიხედვითაც კი. დღეს გვაქვს საშუალება ამაში დავრწმუნდეთ ლუკა ფანქველაშვილის მორიგი სიუჟეტით. სალომე ფხოველიშვილი, თეა ხუციშვილი, ეკა ფხოველიშვილი. უნდა გადაგვენაწილებინა ჩანსაღი პროდუქტი ფერების მიხედვით. წვანე ეს არის დასაშვები, რაც შეგიძლია ძალიან ბევრი მიიღო ადამიანმა, ჩემი აზრით. ყვითელ ფერზე ისეთი პროდუქტი, რომელიც ბევრი არ შეიძლება, თუმცა შეიძლება. წითელზე რაც არ არის სასარგებლო და სასურველი. ვაშლს ვდებ მწვანე ფერზე, ვაშლს დავდებ მწვანეზე. ავოკადოსაც მოვათავსებ მწვანე ფერზე. ხილი ძირითადად ვაშლი, ყურძენი, ყველანაირი ყურძენი, ვაშლი, თევზის პროდუქტი იყო, დავდე მწვანე ფერზე. ასევე ყურძენს დავდებ მწვანე ფერზე, ყურძენს დავდებ მწვანეზე. ყვითელ ფერზე დავდოთ თევზი, ყვითელზე დავალაგე რძის პროდუქტი და მოეთი ფუნთუშაც დავდე, მახსოვს. ყველს და მაწონს ყვითელ ფერზე. მაწონს დავდებ ყვითელ ფერზე. ყვითელზე. რაც შეეხება წითელ ფერზე დავდე სოსისი იყო, რომელიც საერთოდ ამოღება შეიძლება მენიუდან. დანარჩენი რაც იყო, სოსისი, ჰამბურგერი, დონატი, არ არის ჯანსაღი ორგანიზმისთვის. ბურგერს დავდებ წითელ ფერზე, ჰამბურგერსაც დავდებ წითელზე. წითელ ფერზე, ნამცხრებს დავაწყობ წითელზე. ძალიან ვისიამოვნე ამ აქტივობებით. შვენიერია, გასართობია, სახალისოა, სასარგებლოა. საინტერესოა ჩემთვის, რას იტყვის პროფესიონალი. როდესაც ვუყურებ ხოლმე ასეთ სიუჟეტებს ლუკას მიერ მომზადებულ ძალიან საინტერესო მასალას, ჯერ ერთი მაქვს სიამაყე იმის გამო, რომ ადამიანებმა ისწავლეს კვებით შუქნიშანი და ადამიანებმა შეიყვარეს კვებით შუქნიშანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემისთვის. მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი, რომელიც მე ვფიქრობ დღეს მაყურებელმა ადვილად შენიშნა. როგორც წესი, პედაგოგები აძლევენ ხოლმე დავალებას თავის მოსწავლეებს და შემდეგ აფასებენ როგორ შეასრულეს დავალება.
დღეს მოხდა ისე, რომ ჩვენ ნახეთ, როგორ შეასრულეს დავალება პედაგოგებმა. დავალება, რომელიც კვებით შუქნიშანს უკავშირდებოდა და მე უნდა ვთქვა, რომ სალომემ, ეკამ, თეამ წარმატებით შეასრულეს ეს დავალება და განსაკუთრებით თვალშისაცემია მათი გამოცდილებაც, რომელიც ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებით დაუგროვდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც უნდა გამოყო, უკავშირდება მწვანე ზონას და იმის თქმა, რომ მწვანე ზონა გულისხმობს ძალიან ბევრი სასარგებლო პროდუქტის გამოყენებას, ფიქრობ დასაზუსტებელია, იმიტომ რომ თუნდაც ძალიან სასარგებლო პროდუქტი ძალიან დიდი რაოდენობით შეიძლება არც თუ ისე სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი ორგანიზმისთვის და საერთო ფრაზა, რაც ამ ქალბატონებისთვის იყო დამახასიათებელი და საერთო განწყობა არის მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა დავიცვათ კვებასთან დაკავშირებით, ზომიერება, რომელიც გულისხმობს ფერებთან მიმართებაში საკვების შერჩევასაც, დანიშნულების მიხედვით საკვების შერჩევასაც, ვარგისიანობის თვალსაზრისით საკვების გამოყენებასაც და ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად, სიყვარულის, კეთილგანწყობის და თუ გნებავთ გემოვნების შესაბამისად არჩევას. ეს იყო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მე ვფიქრობ, ნებისმიერი კვებითი შუქნიშნის შემდეგ ქმნის ჩვენ შთაბეჭდილებას და გვაფიქრებს, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მსგავს სიტუაციაში და ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებდით. არის თუ არა ეს არჩევანი საყურადღებო ჩვენი ნაწლავის ჯანმრთელობისათვის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. სადღესასწაულო დღეებში ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება ხოლმე ისეთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომლის გადავადებას ცდილობენ ადამიანები. და ეს სრულიად ბუნებრივია, იმიტომ რომ როგორც წესი, ადამიანები ყოველთვის გადავავადებთ და სხვა დროისთვის გადავდებთ იმას, რაც გგონია რომ ითმენს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფერო არის ხოლმე კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, საჭმლის მომნელებელი სისტემა და მე ვფიქრობ ეს არავის გაუკვირდება, მაგრამ მეორე მხარეა, როდესაც ვლაპარაკობთ მდგომარეობებზე, სადაც პრობლემის აღმოჩენა არც თუ ისე ადვილია. რას გულისხმობ? როდესაც არის ესა თუ ის დაზიანება, რომელიც კვლევით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თითქოს პრობლემასაც ადვილად დაერქმევა სახელი. არის კონკრეტული დეფექტი, ვიტყვით რომ არის ან წყლული, ან მაგალითად სხვა ტიპის ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია. შემდეგ შეიძლება სხვა კვლევები ჩავიტაროთ და კონკრეტულმა ანალიზმა მიგვანიშნოს გადარღვევებზე, რომელიც არის ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიგნით. მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ასე მარტივი აღმოსაჩენი პრობლემა არ გახლავთ. ვერც რენტგენოლოგიური, ვერც ენდოსკოპიური, ვერც უფრო ნატიფი კვლევებით ვერ მივაგნებთ ხოლმე ასეთ პრობლემებს და დისკომფორტი ადამიანს რჩება. არის თუ არა სადღესასწაულო დატვირთვა ამის გამომწვევებელი? დიახ, რასაკვირველია არის, მაგრამ რას ნიშნავს მდგომარეობა, რომელსაც ფუნქციური დარღვევა ჰქვია და არის თუ არა ეს აქტუალური, აი ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ, უბრალოდ გავაგრძელოთ ჩვენი საუბრების ციკლი, ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ თერაპევტი, ექიმი, ინტერნისტი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიორგი გვილია. გილოცავთ ახალ წელს, შობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ და სრულიად ლოგიკურია, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ანუ საახალწლო დღეებში ერთ-ერთი სტუმარი აღმოჩნდა გასტროენტეროლოგი და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რისი აღმოჩენათ ასე მარტივი არ არის და რასაც თანამედროვე მედიცინამ ფუნქციური დაარქვა, ანუ ორგანულად თითქოს არაფერი ჩანს, მაგრამ ფუნქციურად მაინც და მაინც კარგად არ არის საქმე. აქტუალურია თუ არა თანამედროვე ადამიანისთვის ეგრეთ წოდებული ფუნქციური პრობლემები და რას ნიშნავს, რას აერთიანებს ეს პრობლემები? დიდი მადლობა მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ახალ წელს გილოცავთ თქვენს მაყურებელსაც ყველას ახალ სტუდიაზე. ფუნქციური დაავადებები და პირველ რიგში ფუნქციური გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები შეიძლება შევაგდაროთ რაღაც ისეთ პოლიტიკურ ტერმინს, რომელიც არის თითქოს რბილად ნათქვამი, თუმცა როგორც პოლიტიკოს შევიათ ხოლმე რაღაც ცდილობიანად ისეთ ნოტას გამოგიგზავნიან, რომ იმის უკან ძალიან ცუდი შინაარსი იმალება. ფუნქციური გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების დროს
არ აღმოჩნდება თითქოს ორგანული დაზიანება გავრცელებული, ბანალური გავრცელებული გამოკვლევების მიხედვით, თუმცა სიმპტომები ისეთია, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანული პათოლოგიის დროს და ყოველთვის პაციენტსაც და ექიმსაც აქვს ცდუნება, რომ იგივე მიზეზი ვიპოვოთ რამე. უხარი ექიმსაც თუ მიზეზი იქნება რამე კონკრეტული, პაციენტსაც, იმიტომ რომ ამის მკურნალობა გაცილებით ადვილია. იმისა, რასაც სახელი ქვია. რასაც მეტნაკლებად სახეს დაარქვი, რა თქმა უნდა, იმას სიზნელები გააჩნია, მაგრამ მაინც იქ გამართული ხარ დანიშნულებაში და აი როცა ამას ვერაფერს ვერ პოულობ და პაციენტს ჩივილი ნამდვილად გამოხატული აქვს, აი მაშინ არის ძალიან ძნელი შესარჩევი მკურნალობაც, რა თქმა უნდა, ამას თავის წესები გააჩნია და ბევრ შემთხვევაში წარმატებულია მკურნალობა, მაგრამ აი აქ არის ექიმის ხელოვნება ძალიან დაფიქრება, აქ მარტივად არ გადაიჭრება ხოლმე, თქვა, ერთპიროვნულად და ერთჯერზე და თქვა, დადგენილი წესები ამას არ აქვს. ეხლა რაც შეეხება საახალწლოსაც და არასაახალწლო დღეებსაც, კვებით გამოწვეული მდგომარეობებია უმეტესი ეს ხანმოკლე თითქოს პათოლოგიები, მაგრამ მე გრძელდება აი უცბად დაწყებული დაუშვათ ან ფაღარათი, ან უცბად დაწყებული ყაბზობა, შეკრულობა დაუშვათ სადღესასწაულო დღეების შემდეგ შეიძლება არ დამთავრდეს და გადაიზარდოს ხანგრძლივ ფუნქციურ ფაღარათსა ან ყაბზობაში. ეხლა იმის დამიხედვით ადამიანი რანაირად აღიქვამს შემაწუხებლობის მიხედვით სხვადასხვანაირად არის ეგ ამბავი. თუ რაიმე ფორმით საკვებზე მწვავე ფაღარათი ვითარდება, აი რაღაც მიუღებლობა, მე არ ვამბობ ნაწლავური ინფექცია განვითარდა ან ტემპერატურით მიმდინარე ინტოქსიკაციურ პროცესი, მაგრამ აი რაღაცა საკვებზე მწვავე ფაღარათი განვითარდა, ან თუნდაც ღებინება განვითარდა. მართალი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვათ ძნელი გადასატანია დაუშვათ ასეთი სერიული ღებინება და ფაღარათი პაციენტისთვის, ეს მაინც დროში სასრული ვარიანტია, უფრო ვიდრე ის მეორე, როცა ამ კვების შემდეგ განვითარდა ისეთი ფუნქციური მდგომარეობა, რომელსაც ქვია ყაბზობა, შეკრულობა, ფუნქციური ყაბზობა და მინდა გითხრათ, რომ ყაბზობების თითქმის 80-90% უკვე ფუნქციურია, იმდენად არის ეს მდგომარეობა გავრცელებული. ხა რა დროს უნდა თქვა, რომ ადამიანს აქვს ყაბზობა? ესე ძალიან შორიდან თუ მიუდგებით ამ ამბავს და ძალიან ზემოდან გადმოხედავთ, თუ კვირაში სამჯერ ნაკლებზე გადის ადამიანი კუჭიდან, მაშინ უკვე ოფიციალურად შეგიძლია თქვა, რომ ამ პაციენტს აქვს ყაბზობა. თუმცა პაციენტებიც არიან უფრო იშვიათად გადიან, აბსოლუტურად არ აწუხებთ, ან არა შეგრძნება არ აქვთ. ანუ ასეთ პაციენტს შეიძლება არც უმკურნალო რაღაცა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. ითვლება ისეთ ყაბზობად, რომ შეიძლება კი გადის ყოველდღიურად, მაგრამ განავალი ძალიან მკვრივი, ძნელად გამოსაძევებელი და ამისთვის მოწოდებულია რაღაც ბრისტოლის შკალა და განავლის ფორმებია იქ და თუ ამნაირი განავალია თუნდაც ყოველდღე გადიოდეს და ძნელად გადის პაციენტი და არ აქვს დაცლის შეგრძნება, დისკომფორტს იწვევს, აქაც შეგიძლია თქვა ყაბზობა. აი აქ თლათ მკაფიო არ არის ამის დიაგნოსტირება, თუმცა დაახლოებით ამაში ტრიალებს ეს ამბავი. ეხლა როცა ასეთი სიმპტომია, თუ ეს 12 კვირაზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში გრძელდება, მაინც მწვავე ყაბზობა ქვია და სულ გაქვს იმედი, რომ აი გადაივლის რაღაც ცოტას მივეშველებით და დამთავრდება, გამოსწორდება და თქვა თუ ადრე ნორმალურად გადიოდა პაციენტი კუჭიდან, დაუბრუნდება ესევე ნორმალურ მოქმედება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ახალ დაწყებული, ეს არ არის აუცილებელი ბავშვობიდან იყოს დაწყებული, აი ახალ დაწყებული ყაბზობა გაგრძელდა 12 კვირაც და მეტიც, ამას უკვე ქრონიკული ყაბზობა ქვია და ამას უკვე პროტოკოლი ცოტა სხვანაირი აქვს, აქ უკვე როგორც ქრონიკულ მდგომარეობას ისე უნდა მიუდგე და ამას თავისი გამოკვლევებიც აქვს და ყველაფერიც აქვს. უბრალოდ არ იწყება პირველ რიგში ინსტრუმენტული გამოკვლევებით, იმიტომ რომ შანსი იმისა, რომ აღმოვაჩინოთ მაინც და მაინც რაიმე დარღვევა ამ მოძრაობით პათოლოგიაში, მოძრაობაზეა ძირითადად დამოკიდებული, დიდი არ არის. იქ ბევრი არ არის, თუმცა შანსი არის რა თქმა უნდა და ეს სპეციალური პათოლოგიებიც არსებობს, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ. ესე იგი, თავიდან როცა ამას გადაცდება ამ პერიოდს და უშუალოდ ჩათვლი, რომ ეს არის ქრონიკული ყაბზობა, რითი იწყებ კვების სტილის გამოსწორებით, ხო? ურჩევი ისეთ კვებას, რომლის დროსაც გინდა რომ ნაწლავი უკეთესად მოძრაობდეს და ძირითადად რა იწყება ხოლმე ამით, ესე იგი ეს წამალიც არ არის, ფაქტიურად იწყება წყალში ხსნადი და უხსნადი ბოჭკოების მიღებით. ეს სამკურნალო საშუალებებათაც არის გამოსული და ჩვეულებრივ ბუნებრივი საკვებითაც შეიძლება მოახერხო ეს ამბავი. რა თქმა უნდა ურჩიო რომ სითხე ჭარბად მიიღოს ადამიანმა. დიდი ხნის განმავლობაში იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მოძრაობა მთლად ვერ დავადგინეთ. რა თქმა უნდა, უმოძრაო ცხოვრების წესი გაართულებს უფრო ყაბზობას და მოძრაობითი აქტივობა ხელს შეუწყობს, მაგრამ თათ ასეთი კლასიკური დამოკიდებულებაც არ ყოფილა. ანუ მიზეშედეგობრივი კავშირი არ დადგინდა. თლათ ვერ დადგინდა. ასოციაცია არსებობს. სითხეზე დადგინდა. აი სითხეს მიიღებ, ბევრს უბრალოდ
ხანდახან იმ რაოდენობის სითხის მიღება წყლის საჭირო, რომ იმას ვერ იღებს პაციენტი. 3-4 ლიტრი და მაშინ კი არის კუჭის მოქმედება, მაგრამ მე სხვა რამეები მოდის. ანუ ამით იწყებ. ეხლა დაუშვათ ეს არ არის საკმარისი და ცხოვრების წესი მძილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნუ რომელიც ძნელი მოსაწესრიგებელია, მაგრამ დაუშვათ ეცადა პაციენტი და გააკეთა. ნუ ბევრ შემთხვევაში ეს ეფექტს არ იძლევა. აი მე უკვე მოდის საფაღარათო საშუალებები და პირველი ჯგუფი ყველაზე უხიფა თუ არის განავლის დამარბილებლები. აი ესენი შეგიძლია დიდხანს გამოიყენობა. ყაბზობა იმდენად გავრცელდა, რომ აი შემდეგ მესამე ჯგუფი ნაწლავის კედლის გამაღიზიანებლები, რომელშიც CDSS უამრავი სცენარიურად, რასაც მოსახლეობა ძალიან ფართოდ იყენებს და ადრე იყო ნათქვამი, რომ მოდი ესენი 8 კვირაზე მეტხანს არ გამოვიყენოთ რაღაცის და რაღაცის გამო, უკვე აღარ არის ეგ მიდგომა, უკვე გეუბნებიან, რომ თუ ფუნქციური ყაბზობა გრძელდება, ეს ჯგუფით შეგიძლია დიდხანს გამოიყენოთ. აი ამის შემდეგ მოდის უკვე სპეციალური ჯგუფები, რომელსაც სპეციალური მექანიზმებზე ზემოქმედებით ახდენენ, თქვათ, ყაბზობის კუპირებას და ეხლა რატოა სადღაც 8 ჯგუფამდე არის ეს მედიკამენტები, ისინი უფრო იშვიათად გამოიყენება და რატოა თქვათ ასეთი რთული დაყოფა. ეხლა ორი სიტყვით რო წარმოგვადგენია რა ნერვული და ბიოქიმიური და ენდოკრინული და ბიოლოგიური პროცესები მიდის ჩვენი კუჭიდან გასვლის დროს და რა უდევს ამას საფუძვლად, ძალიან გაუგნებული დავრჩებით საერთოდ რანაირად გავდივართ კუჭიდან, იმიტომ რომ ძალიან რთული ამბავია. ნაწლავს გააჩნია თავისი ბუნებრივი, თავისი ნერვული სისტემა, ნაწლავზე მოქმედეს რომელიც არ არის რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია, ავტონომიურია. მერე გააჩნია ვეგეტაციური ნერვული სისტემა ეს მთელ ორგანიზმში, რაც არის სიმპათიკური, პარასიმპათიკური, ცენტრალური ნერვული სისტემა, ნეიროტრანსმიტერები, ენდოკრინული გადამტანები, ენდოკრინული ჰორმონები, მიკრობიოტა და წყლის არხების და იონების არხები, რომელიც წყლის და იონების ცვლას არეგულირებს და კიდე არის აკვაპორინები, რომელიც უჯრედული სტრუქტურები, რომელიც ერთბაშად დიდი რაოდენობით წყალს შემოიყვანს უჯრედში ან გაიყვანს. ესე იგი, სასრულია ეს რაოდენობა. აი ამათში რომელიმეს დარღვევა არასწორი ფუნქციონირებას მივყავართ ყაბზობისკენ ან ფაღარათისკენ. ნუ ძირითადად ეხლა ყაბზობაზე გვაქვს საუბარი. ეხლა ეს არის უდიდესი თემა, აი ძალიან ძნელი ამბავია ეს კავშირები ერთმანეთთან. ესე იგი, თუ ნაწლავის საკუთარი ნერვული სისტემა. ესე იგი, რას განაპირობებს? შედგება 4 ტიპის უჯრედისგან, ახლა ამის ჩამოთვლასაც არა აქვს აზრი. სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს ეს ნაწლავში გაბნეული უჯრედებია, ნერვული ამგზნები უჯრედების მსგავსი მოქმედებაც გააჩნია. ესე იგი, 4-ნაირი მოძრაობა აქვს ამ ნაწლავს. პირველი არის მაღალამპლიტუდიანი პროპულსური ტალღები, ეს უნდა იყოს აუცილებლად. მეორე არის ნაწლავის ტონუსის შემანარჩუნებული, მერე ტალღისებრი მოძრაობის შემანარჩუნებელი და მეოთხე მოძრაობა უკუპერისტალტიკა, როცა ჩვენ ლუკმას ჩავიდებ, დავღეჭავთ და წავა კუჭში, ის უკუპერისტალტიკა სწორი ნაწლავიდან თუ არ აღიძრა, შეიძლება ყოველი კვების მერე ტუალეტში შესვლა მოგვინდეს და არსებობს ამისთან ახალხიც, ანუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს უწოდებთ ხოლმე ამას, შეიძლება არც იყოს, ანუ ეს არის კვების მერე ეს შეუძლებელი ფიზიოლოგიური მოქმედება. ანუ ეს პირველი მოძრაობა არის აუცილებელი, ამას უნდა აყვეს ეს დანარჩენი მოძრაობები. თუ ის დანარჩენი 3 უფრო მეტია ვიდრე პირველი მაღალამპლიტუდიანი, მაშინ ვითარდება ყაბზობა, მაგრამ ეხლა ეს მოსაყოლად ადვილი სათქმელი, ამაში უამრავი მექანიზმია ჩართული, ამათზე ამ მოძრაობებს უამრავი რამე ახდენს გავლენას, მათ შორის ემოცია და სტრესი და ყველაფერი. დავანებოთ საკვებს თავი. ეხლა ნეიროტრანსმიტერები, გადამტანები არის ამგზნებიც, არის შემანელებლებიც. ერთნი აძლიერებენ პერისტალტიკას, მეორენი არა. ახლა არხებზე მივედით დავუშვათ ის ნატრიუმის და ასე იგი თუ ნატრიუმის შემოვა უჯრედში, წყალი შემოაკდა უჯრედს გარე, ანუ ნაწლავის სივრცეში წყალს დააკლდება, განავალი გამკვრივდება, იქნება ყაბზობა. ამას თავის სარეგულაციო მექანიზმი აქვს. თუ ქლორი გამოვა ნაწლავის უჯრედიდან წყალი გამოყვება, დარბილდება განავალი. გამოიყოლებს, ხო. რა თქმა უნდა, ამას მერე მოყვება ნაწლავის უჯრედში ელექტროლიტების დარღვევა, მერე ამას თავისი აღდგენი მექანიზმი აქვს. თუ ეს აღდგენი მექანიზმი არ მუშაობს, ის დაიბლოკება. და ამაზე კიდე 1000 რამე ახდენს გავლენას და რა თქმა უნდა პარასიმპათიკური და სიმპათიკური და ადრე ესე იგი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა საერთო ჯამში სიმპათიკური შეკრულობისკენ მიყავხარ პარასიმპათიკურს, მაგრამ ამასაც გააჩნია რანაირად არის. იმ ესე იგი სეროტონინის რეცეპტორის ამგზნებს მიყავხარ, იმისკენ დამთვრუნებას მიყავხარ ყაბზობისკენ. მოკლედ
ესენი რა დროს რა თანაფარდობით გამოიყოფა და რეებზეა დამოკიდებული, ძალიან ძნელი გასარკვევია. უბრალოდ ამას იმიტომ ყვები, რომ ეს უბრალოდ შეკრულობა დამემართა, კი პაციენტისთვის ესია, აი 2 თვის წინ კარგად გავდიოდი, ეხლა რაღაც დამემართა. ყოველთვის უხარი ექიმს ეგებიპოს ანის რაღაც ანთება დაემართა, გადაიგრიხა, გადმოიგრიხა, მოკეთ რაღაცა წავე. ვიღაცის ანთება უხარია, უბრალოდ მიზეზი როცა იკვეთება. ამ დროს უფრო ადვილია რაღაც უფრო სერიოზული ორგანული დაავადების მკურნალობა, ვიდრე ამდენ მექანიზმში გარკვევა და ვერც გაერკვევი, დაუშვათ იცი ეს მექანიზმები, რა მე აი საიდან იწყებ, მაინც მოწოდებული გაქვს ეს საფაღარათოების სქემა უხიფათოდან შედარებით უფრო სპეციფიკურისკენ მიმდინარეობს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ამას ყველაფერს გაივლი. ამ საფაღარათოსაც მიცემ, კვების სტილსაც თითქოს გამოისწორებს პაციენტი. შეიძლება ისეთი შედეგი მაინც ვერ დადგეს. და ამ დროს გეუბნებიან, რომ მოდი, ეხლა უკვე ჩავატაროთ სპეციფიკური გამოკვლევები. რამდენიმეა სპეციფიკური გამოკვლევა, ეხლა ზოგადად რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, რაც უფრო გრძელი, დაგრეხილი და ნაკეცებიანი ნაწლავი აქვს ადამიანს, მათში ეს მასის გავლა, რომელიც მე თან განავლად ჩამოყალიბდება, შედარებით გაძნელებულია, მაგრამ ეგ არ ყოფილა მთავარი. და მე დროსაც მოითხოვს. დროსაც, მაგრამ ეგ არ ყოფილა მთავარი მიზეზი, ხალხს ძალიან გრძელი ნაწლავი აქვს, მაგრამ ჩვეულებრივად ნორმალური აქვს კუჭის მოქმედება. ამიტომ უნდა შეამოწმოთ თურმე როგორია, ასე ქვია, კოლინჯის ტრანზიტის დრო, ანუ რამდენ რა დროში გადაადგილებას ახდენს მსხვილი ნაწლავი. ან სპეციალური გამოკვლევა აქვს, იმ რენტგენზე აღმოსაჩენ ბურთულებს ყლაპავს პაციენტი და მე რენტგენოლოგი ნახულობს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე სადამდე ჩაიტანა. ხო, იქ ისეთი ნივთიერებისგან არის დამზადებული, რომ ის მიყვება იმას ნაწლავის აი ამ მაღალ ამპლიტუდიან კუმშებს. ანუ გეუბნება, რომ თუ იმ დროში 3 დღეში, 5 დღეში 72 და 120 საათში ეს მარკერები აღარ ფიქსირდება ნაწლავში გამოვიდა, ამას არაფერი აი ამ ტიპის ყაბზობა არ აქვს, ანუ მსხვილი ნაწლავი კარგად მუშაობს. უფრო ხშირია დეფეკაციის ანორექტული, ანუ ქვედა მექანიზმით დარღვევით მიმდინარე ყაბზობა, როცა აი იქ რომ უნდა გასწორდეს ანორექტული კუთხე, სწორი ნაწლავი უნდა გასწორდეს, მენჯის ფუძის კუნთები უნდა შეიკუმშოს, აიწიოს და გამოაძევოს განავალი. აი ეს არის ხოლმე ყველაზე ხშირად დარღვეული და ამას უკვე ეს კი ხდება რენტგენოდეფეკოგრაფიით ან მაგნიტურეზონანსული დეფეკოგრაფიით, როცა ამ მექანიზმების დარღვევას ნახულობ, ამ კუნთების დისინერგიას ნახულობ, ან ნახულობ სწორი ნაწლავში ჯიბეებს, სადაც გროვდება, გადაიგრიხება, მოკეთ რაღაცა მექანიკურ დაპყრობებს ხედავ. აი ეს არის ხოლმე უფრო ხშირად სიმპტომური, აი ის პირველი ტიპის ადამიანები, რომელსაც კოლინჯის ტრანზიტი აქვს დარღვეული, ისინი დისკომფორტს დიდად არ განიცდიან. აი 10 დღე გავიდა, კუჭიდან არ გადის, თითქოს არაფერი არ აწუხებს. აი ვისაც კოლინჯის ტრანზიტი ნორმალური აქვს, სხვი ნაწლავი თითქოს ნორმალურად უფუნქციონირებს, ხო? მე მოძრაობის მხრივ და ჩავიდე ეს მასა და უკვე უნდა აღიძრა დეფეკაციის სურვილი, მაგრამ იმის გამო რომ დისინერგია ამ ფუნქციების და კუნთების, მენჯის კუნთების და განავალი არის, აი ესენი კლინიკურად უფრო შეწუხებულები არიან, ამათ ტკივილიცაა თქვა. და სად არის გამოსავალი ამ ადამიანის? აქ მე ეხა მკურნალობა აქვს, ცოტა განსხვავებული მკურნალობა აქვს. ამ ტიპისას კი, რა თქმა უნდა, განსხვავებული მკურნალობა აქვს, იმ ტიპისას განსხვავებული მკურნალობა აქვს. ეხა ერთ ნიუანს ვიტყვი, რახანწეღან ასეთი რთული მექანიზმი ვახსენეთ, ცალსახა არ არის, დაუშვათ კოლინჯის ტრანზიტი დარღვეულია, ძნელად გადაადგილდება. ცალსახა არ არის ისეთი მედიკამენტების მიცემის სასიკეთო გავლენა, რომელიც ნერვკუთხოვა გადაცემას გააძლიერებს. არ იცი იმ 4 მოძრაობიდან შენი მიცემული წამალი მაღალ ამპლიტუდიან კუბშებს გააძლიერებს თუ იმ დანარჩენ 3-ს, რომელიც პირიქით ყაბზობას გამოიწვევს. ამიტომ აქ წვალობს მედიცინა და რაღაცებია გამოგონილი და მართლა არის ეფექტური მედიკამენტები ამ სეროტონინზე მოქმედი. აი ამ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, განავლის დამარბილებებზეა ლაპარაკი და ადგილობრივად მოქმედ საშუალებებზე, რომელიც წნევას გაზდის სწორ ნაწლავში. ეხლა კიდე მეორე ამბავია სწორი ნაწლავის სპაზმი და ასე შემდეგ იმის შეფასება. მაგრამ აქ წვალობ, აქ ძირითადად გინდა არა მარტო კვების სტილის გამოსწორება გინდა და ჩვევა თქვათ კუჭის მოქმედების, არამედ აქ მოწოდებულია სპეციალური სავარჯიშოებია მოწოდებული. მაგრამ აქაც არ არის ცალსახა ამბავი, აი ეგრეთ წოდებული კეგელის სავარჯიშოებია. კეგელის სავარჯიშოების კი, რა თქმა უნდა, მენჯის კუნთების გასამაგრებლებია ის ძირითადად, თუმცა არის მოსადუნებელი სარელაქსაციო სავარჯიშოები. რომელიც ხოთა შორის უკაცრავად გერთობით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მაყურებელმა გაიხსენოს, რომ იგივე სისტემაზეა ლაპარაკი, რაც მაგალითად საშულოსნოს დაწევის, გამოვარდნის, ნამშობიარების ალბათ ზუსტად იგივე სისტემაზე. ჰიპერაქტიული შარდის ბუშტი ან მოდულებული ვარიანტი. ეს იგივე ვარჯიშებია. ოღონდ იმ შემთხვევებში არის გამაგრებაზე მიმართული ეს კეგელის სავარჯიშოები და მეტნაკლებად ცოტა ლოგიკურია და შედეგიც ცოტა უფრო მალე აქვს. აი
რომლებიც მოდუნებაზეა მიმართული, ეს ცოტა იოგასთან, მართლა იოგასაც იყენებენ ასე, ეს ცოტა იოგასთან ესეთი თანამშრომლობა, ცოტა ძნელი, ცოტა არა, საკმაოდ ძნელი შესასრულებელია, საკმაოდ ჯიუტ ადამიანს მოითხოვს, რომ ეს შეასრულოს. თუმცა თუ ამას ასრულებს რეგულარულად და იქ ისეთი დეფექტი არ არის, რომელსაც თქვა ქირურგიული ჩარევით გამოსწორება ჭირდება, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებს დეფეკაციას, ვიდრე წეღან ჩემი ჩამოთვლილი საფაღარათო საშუალებები. უბრალოდ ეს პრობლემაც, აი როგორც ყველაფერი მედიცინაში, ერთი შეხედვით მარტივია. აი ერთი რაღაც მაწუხებდა, ხო? კი, ამ ერთ რაღაცას იმდენი მექანიზმი აქვს უკან, რომ აი ძალიან წვალობს ექიმის და ძალიან წვალობს პაციენტის და აქაც იგივე ამბავია. ძალიან გინდა თანამშრომლობა აუცილებლად. ანუ პაციენტი ჯერითი კარგად უნდა გაიაზროს და მე მოწადინებული უნდა იყოს და მონდომებული, რომ აი ეს ყველაფერი შეასრულოს. არ იქნება ადვილი, მაგრამ ადვილი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. თუმცა ეფექტიანია და შედეგიანია თანამშრომლობის წყალობით და თანმიმდევრული შესრულების იმ მითითებებისა, რომელიც ჯიუტი უნდა იყოს და არ მიანებო თავი. ღირს ნამდვილად ჯანმრთელობა ღირს სიჯიუტეთ, მით უფრო, როდესაც ვლაპარაკობთ ფუნქციურ მდგომარეობებზე, სადაც ერთი შეხედვით ვერ ხედავთ ამ პრობლემას, მაგრამ ძალიან საგრძნობი და თვალსაჩინოა მისი შედეგები. ფიტოთერაპია, აი მეზობელი თუ ვიღაც ისე იგი სოფლიდან წამალი ჩაომიტანა, ექიმო იმაზე უკეთესად გავდივარ. ამაზე ექიმი არ უნდა გაწყდეს. შეიძლება იმ სოფეში დამზადებულმა ვინც ამზადებს იმ წამალს, იმან სულაც არ იცის, საგვარეულო წამალს ამზადებს და რა ტიპის ყაბზობაზე მოქმედებს ეს მექანიზმი არ იცის, მაგრამ თუ მისი მოხარშული ბალახები ამ საქმეს შველის, ჩვენ მაინც და მაინც არ უნდა დავიჩემოთ, რომ ის 8 ჯგუფის მედიკამენტი გამოვიყენოთ, რომელიც ოფიციალურ მედიცინაშია. ამიტომ თუ შველის მაგნაირი მედიკამენტი არაფერი საწინააღმდეგო ამის არ არის. ეგენი ყველა მაინც არის ნაწლავის კედლის ირიტანტები გამაღიზიანო, ეგენი არ არის ნაღვლისჟავების აბსორბენტები და ასე შემდეგ იმ არხებზე მოქმედი, თუმცა არხებზე მოქმედები შეიძლება იყოს სცენარეულში. მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა იცის თუ არა ვინც დაამზადა ამის მექანიზმი, თუ ეს შველის არაფერი პრობლემა არ არის. ასეთ შემთხვევაში მაგათი გამოყენებაც შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ადამიანს, ვინცაც სადღესასწაულო განწყობა, დისკომფორტმა გაუარესა და გარკვეულწილად ცხოვრების ხარისხს დაამჩნია თავისი კვალი, თქვენი სიტყვები მე ეჭვი მაქვს რომ ენიშნა, ისევე როგორც თქვენი რეკომენდაცია სიჯიუტესთან და თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ინტერნისტი, თერაპევტი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიორგი გვილია. მე არ გემშვიდობებით, ჩვენ კვებითი შუქნიშნით გავაგრძელებთ. დიდი მადლობა. კვებითი შუქნიშანი ცხადია ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული კონკრეტული პრობლემის, კონკრეტული ამოცანის ამოხსნასთან, მაგრამ როდესაც ნაწლავზე ვსაუბრობთ, როდესაც ამ საოცარ სისტემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გულისხმობთ უამრავ წახნაგს, სადაც ჩვენ გვჭირდება არა ერთი ტიპის, არამედ სხვადასხვა ტიპის ცოდნის გამთლიანება. თუ განვაზოგადებთ, სხვადასხვა დარგის გამოცდილების გამთლიანებაც გვჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ნაწლავი არის სახელმწიფოში, მას თავისი დამოუკიდებელი სარეგულაციო მექანიზმები და თავისი დამოუკიდებელი ნერვული სისტემა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ გვიდასტურებს იმას, რომ შეიძლება პრობლემების მიუხედავად აქაც მოვძებნოთ საერთო და ეს საერთო დავატიოთ ერთ თეფშზე. თეფშზე, სადაც დღიური რაციონი ისეა გადანაწილებული, რომ ნახევარი ბოსტნეულსა და ხილს ეთმობა, ხოლო მეორე ნახევარი ცილოვანი კომპონენტია სხვადასხვა სახის მარცვლეულ ბურღულეულთან ერთად. მოდით ეს ყველაფერი თარგმნოთ დღევანდელი ჩვენი პრობლემის შესაბამისად და ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოდნას ჭირდება ინდივიდუალური მისადაგება და იმის გათვალისწინება, რომ დიახ, შეიძლება ბევრი რამ ზოგადად მიღებულია, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო წაადგება, კონკრეტულად ამ ადამიანისათვის იქნება სიკეთის მომტანი. დღეს ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ, მით უფრო რომ მე
პრინციპში ამ კითხვის დასმით თქვენს კითხვებს პასუხობ. კითხვებს, რომელიც აღმოჩნდა რატომღაც გავრცელებული იმ თემასთან დაკავშირებით, რაც დღევანდელი ჩვენი საუბრის ძირითადი თემა გახლდათ. ეს არის ყაბზობა. და ყაბზობასთან დაკავშირებული გამოცდილებები მე შევაფასე იმ გამოხმაურებით, რომელიც ქონდა გარკვეული ჯგუფის მაყურებელს. ანუ მაყურებელთა ინფორმირებულობა ამ თემასთან დაკავშირებით აღმოჩნდა განსხვავებული. და შესაბამისად, კითხვები, რომელიც თქვენ დასვით, არის ჩემს პასუხებში ასახული როგორც პრობლემა და როგორც ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. მაგალითად, ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოებისა და ეს არ ეხება მარტო ჩვენს საზოგადოებას, საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს კეტო დიეტების პოპულარიზაცია, ანუ კეტოგენური დიეტების პოპულარიზაცია, ცხიმის ჭარბი მოხმარებით გამორჩეული დიეტების პოპულარიზაცია იქამდე მივიდა, რომ კეტოგენური დიეტებით ყველა დაავადების მართვას ცდილობენ ფართო საზოგადოებაში და არა სამედიცინო საზოგადოებაში, რადგან მტკიცებით მედიცინას ასეთი მყარი არგუმენტები მისი უნივერსალობის შესახებ არ აქვს. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყენებს მტკიცებითი მედიცინა. მაგრამ ფართო საზოგადოება დაუბრუნდები კიდევ ამ ტენდენციას, ცდილობს, რომ ეს მოდელი მიუსადაგოს ყველა პრობლემას, წონის მართვას, ცალკეულ დაავადებებს და თქვენ წარმოიდგინეთ ყაბზობის მართვასაც. არის თუ არა ამ მხრივ დაგროვილი ინფორმაცია? ინფორმაცია რასაკვირველია წინააღმდეგობრივია, თუმცა მტკიცებითი მედიცინა კეტოგენურ დიეტას ყაბზობის პროფილაქტიკისთვის ან ყაბზობის სამკურნალოდ არ განიხილავს. მყარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით ამ წუთას არ გვაქვს. თუ შეიძლება მოვლენები, თქვენ იცით, რომ მე აუცილებლად გაგიზიარებთ, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება. კეტო დიეტის პრინციპი მაგალითად 70% იყოს ცხიმი, 20% იყოს ცილა, 10% იყოს ნახშირწყალი. არის კიდევ უფრო მკაცრი ნახშირწყლოვანი შეზღუდა ხოლმე, როდესაც 5%-ია მხოლოდ ნახშირწყალი, 60-დან 70%-მდე ცხიმი და შემავსებელი აი ამ შუალედში პროცენტების ცხადია რჩება ცილოვანი კომპონენტი. აი ასეთი კვების დამსახურებით არსებობს მონაცემები, როდესაც სწორედ კეტოგენური დიეტა, ანუ უპირატესად ცხიმზე დაყრდნობილი კვების მოდელი ყაბზობას აძლიერებს და არ ამსუბუქებს. ანუ ტენდენცია, რომელიც შეიძლება შექმნას კეტოგენურმა დიეტამ, არის სხვადასხვაგვარი. მათ შორის შეიძლება იყოს ცხიმოვანი ცვლის წონასწორობიდან გამოსვლა, შეიძლება იყოს სხვადასხვა პარამეტრის ცვლილება ადამიანის ორგანიზმში, ბიოქიმიური პარამეტრები მაქვს მხედველობაში, მაგრამ ერთ-ერთი შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს ყაბზობა. ამიტომ კეტოგენური დიეტის შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ მისი ერთ-ერთი საჩუქარი არის შესაძლო საჩუქარი კეტოგენური დიეტისა ყაბზობა, ამიტომ თუ ასეთი ალბათობა არსებობს, რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი დაუსაბუთებლად ყაბზობის მართვისთვის. მეორე ძალიან გავრცელებული თემა, რომელზედაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც არის ინფორმირებული, ეს არის ეგრეთ წოდებული საქართველოში რატომღაც ბრატ დიეტად მოიხსენიებენ, თუმცა ეს არის BRAT კვების მოდელი, რომელიც გულისხმობს ბანანის, ბრინჯის, ვაშლის ხილფაფის და ტოსტის, ანუ გამომშრალი პურის გამოყენებას. ეს არის კვების მოდელი, რომელსაც არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები თავად მედიცინაში. ეს არის კვების მოდელი, რომელიც თავის დროზე, როგორც ძალიან მარტივი 4-კომპონენტიანი ფორმულა, შეთავაზებული იყო სხვადასხვა სკოლის მიერ ფაღარათის შემთხვევაში. თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ფაღარათის დროსაც კი ვერ მოუძებნა საკმარისი დასაბუთება ასეთ მიდგომას და იგი არ არის აღიარებული როგორც მტკიცებითი მედიცინით დადასტურებული რეკომენდაცია. ამიტომ კვების ამ მოდელის უნივერსალობაზე, რომელსაც თან ახლავს მისი შესაძლებლობა გამოვიყენოთ თანაბარი წარმატებით ფაღარათის დროსაც და ყაბზობის დროსაც, ამის მტკიცების არანაირი საფუძველი ამ წუთას არ გაგვაჩნია. და მესამე მიდგომა, რომელიც ასევე აღმოჩნდა ძალიან პოპულარული ფართო საზოგადოებაში, ეს გახლავთ ინტერვალური შიმშილის გამოყენება ყაბზობისთვის. აქაც დამოკიდებულება გახლავთ წინააღმდეგობრივი და მე გაგახსენებთ ამ თემაზე ძალიან ხშირად საუბრობთ. ეს არის ხანგამოშებითი შიმშილი და ინტერვალური კვება, ეს არის სწორი კომბინაცია
თუ გნებავთ ტერმინების და თუ გნებავთ მისი შინაარსის, რომელიც არ შეიძლება იყოს უნივერსალური რეკომენდაცია ყველასთვის, რადგან თვით ამ კვების მოდელის ღირსებების მიღმა არის რისკები, რომლის გათვალისწინება გვჭირდება ყველა შემთხვევაში და მათ შორის ყაბზობის დროსაც. ამიტომ მე ამ რეკომენდაციისგან, რომ ცალსახად ყაბზობის დროს გამოვიყენოთ ხანგამოშვებითი შიმშილი ინტერვალურ კვებასთან კომბინაციაში, მხოლოდ და ხანგამოშვებითი შიმშილი არის პრობლემის გადაჭრის გზა, ამ რეკომენდაციას ცალსახად არ გაგიზიარებთ, არ შემოგთავაზებთ. მაშინ რას უნდა დავეყრდნოთ ჩვენ, როდესაც ყაბზობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვეყრდნობით ერთ მარტივ რეკომენდაციას, რომელიც თქვენ უკვე მოისმინეთ ჩვენს გადაცემაში, ეს არის ცხოვრების წესის ფაქტორების ცვლილება. და ეს არის კრებითი, ერთგვარი ქოლგა, რომლის ქვეშაც სხვადასხვა ფაქტორია გაერთიანებული, ისევე როგორც ზოგადად ტერმინი ცხოვრების წესი ამთლიანებს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა წახნაგს. ცხადია, ეს არის წონის კონტროლი და ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ წონის მერყეობა და როგორც წონის უკიდურესი კლება, ასევე წონის სიჭარბე ქმნის წინაპირობას იმისთვის, რომ ყაბზობის ტენდენცია გაჩნდეს, ან ყაბზობის ტენდენცია გაღრმავდეს, ყაბზობას ხელი შეუწყოთ. მოკლედ, წონის ოპტიმიზაცია აღმოჩნდა თანამედროვე მედიცინისთვის ერთ-ერთი დამადასტურებელი და დასაბუთებული არგუმენტი ან ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ძალიან ადვილად გამოვიყენოთ. ადვილად ალბათ ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ნამდვილად ვიცით, რომ წონა ჩვენი ორგანიზმის სასიკეთოდ ზოგადად მოქმედებს და მუშაობს ყაბზობის პროფილაქტიკისთვისაც. გასათვალისწინებელია ფიზიკური აქტივობა, მაგრამ მე ალბათ გავიმეორებ ამ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი სტუმრის რეკომენდაციას ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, სადაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობა, რომელიც მიმართულია მენჯის ღრუს მობილიზაციასთან დაკავშირებით, უпростоრად მენჯის კუნთოვანი აპარატის განმტკიცებაზე ან მის მოდუნებაზე გააჩნია რა შემთხვევაში. და როდესაც ვლაპარაკობთ ცხოვრების წესის ფაქტორებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ყაბზობის დროს წყლის მოხმარება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ წყლის სიჭარბე, წყლის ნაკლებობა ორივე შეიძლება იყოს ტვირთი ჩვენი ორგანიზმისთვის. ყაბზობა არის ის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება პირველი ხარვეზი, რომელიც გამჟღავნდება ჩვენი ორგანიზმის მხრიდან და ორგანიზმი ამას გვეტყვის კონკრეტული სიმპტომების, კონკრეტული მოვლენების სახით არის წყლის არასაკმარისი მოხმარება. დიახ, დასაბუთებულია, რომ წყლის არასაკმარისი მოხმარება შეიძლება გახდეს ყაბზობის მაპროვოცირებელი და ყაბზობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის ადეკვატური მოხმარებით, წყლის საჭირო რაოდენობით მოხმარებით ცალკეულ შემთხვევებში ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის გადალახვა. ისევე როგორც შეგვიძლია შევიმსუბუქოთ, მაგალითად ანთების რისკები, რომელიც შეიძლება ახლდეს თვითონ ყაბზობის პრობლემას და ეს ყველაფერი ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებით, პროცესირებული პროდუქტების კონტროლით შეიძლება მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან, მაგრამ მთავარი გასაღები არის ჩვენს კვებით შუქნიშანში. მე შეგნებულად ვიხევ უკან, იმიტომ რომ მთლიანად დაინახოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც ფერადი პროდუქტების სახით ქმნის შუქნიშანს. შუქნიშანს არა იმიტომ, რომ ყვითელი პროდუქტები ნაკლებად სასარგებლოა ვიდრე მწვანე პროდუქტები ან წითელი პროდუქტები. ჩვენ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში პირობით გადანაწილებაზე და პროდუქტებზე და საკვებზე, რომელიც ერთ მთავარ თვისებას ატარებს. ყველა მათგანი დიდარია მცენარეული ბოჭკოთი. რატომ არის გასაღები ამ პროდუქტებში? რატომ არის მნიშვნელოვანი ეს გასაღები? თუნდაც იმიტომ, რომ გარდა ნაწლავის სტიმულირებისა, როდესაც ნაწლავის მოქმედება, ტალღისებური მოძრაობა გაძლიერდება. გარდა თვითონ განავლოვანი მასის ფორმირებაში მონაწილეობისა, რასაც აკეთებს მცენარეული ბოჭკო, მისი მოცულობის კონტროლი, ცვლილება, რეგულირება, ამასაც აკეთებს მცენარეული ბოჭკო. მას შეუძლია კიდევ
დამატებითი ფუნქციების შეასრულოს. გახსოვთ, მე ვამბობთ ხოლმე, რომ მცენარეული ბოჭკო ცოცხივით მოქმედებს ჩვენს ნაწლავში და ეს მართლაც ასეა. წარმოიდგინეთ, მას შეუძლია კანცეროგენები გამოიტანოს ჩვენი ნაწლავიდან, რომელიც საკვებით მოხვდა ან საკვების გადამუშავების შედეგად ჩამოყალიბდა. მას შეუძლია დაარეგულიროს ქოლესტეროლის მიიღოს მონაწილეობა ქოლესტეროლის დონის რეგულაციაში, იმიტომ რომ ჭარბი ქოლესტეროლი გამოიტანოს ნაწლავიდან. მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არტერიული წნევის რეგულაციაში, დაგვეხმაროს წონის რეგულირებაში, დაიცვას ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა და დაგვიცვას ინსულინ რეზისტენტობისგან. ეს არის სულ რამდენიმე ინსტრუმენტი, მე ამ წუთას ბოლო ჩამონათვალი ერთხელის გულზე დავატიე და გაცილებით მეტია, რა თქმა უნდა, მისი სასიკეთო ეფექტები, მე ძირითადი კომპონენტები გაგახსენეთ და ვფიქრობ, ჩვენს ოჯახებში ტრადიციული მამა-პაპური წესით დამზადებული კერძები, ნედლი ხილი და ბოსტნეული, მარცვლეულ-ბურღულეული მთლიანი სახით აუცილებლად დაიკავებს ჩვენს რაციონში ღირსეულ ადგილს, თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ ამ პროდუქტების სწორი რაციონალური გამოყენება წყლის ადეკვატურ რაოდენობასთან ერთად, წონის კონტროლთან, შესაბამის ფიზიკურ აქტივობასთან ერთად გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი ყაბზობისგან და არსებული ყაბზობის შემთხვევაში მაქსიმალურად ადვილად დავძლიოთ, იგი ადვილად გავუმკლავდეთ მას და ყაბზობის შედეგებს, რომელიც არც თუ ისე სასურველია ჩვენი ორგანიზმისთვის. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.